ყველა ჰაკერი კრიმინალი არ არის. ჰაკერების ტიპები. როცა სიტყვა ჰაკერს ვახსენებთ, ალბათ პირველ რიგში კრიმინალი და კიბერშეტევები გახსენდებათ. მაგრამ ყველა ჰაკერი არ არის ბოროტმოქმედი. დღეს გაგაცნობთ ჰაკერების ტიპებს და გაიგებთ, რომ ზოგი მათგანი მსოფლიოს უკეთეს ადგილად ქცევას ცდილობს. პირველი, Black Hat ჰაკერები, იგივე კრიმინალები. Black Hat ჰაკერები არიან კრიმინალები, რომლებიც პაროლებს იპარავენ. ისინი ძირითადად ბანკებს და კომპანიებს ატყუებენ. მათი მიზანია ან ფინანსური სარგებელი ან ქაოსის შექმნა. მაგალითები: მონაცემების გაჟონვა, ვირუსები, გამოსასყიდი შეტევები, ransomware. მეორე, White Hat ჰაკერები, იგივე ეთიკური ჰაკერები. White Hat ჰაკერები მუშაობენ კომპანიებთან და მთავრობებთან, რათა დაიცვან ქსელები და მონაცემები. ისინი ეძებენ სისუსტეებს, მაგრამ მათ გამოსწორებაში ეხმარებიან დამკვეთს. მაგალითები: ეთიკური ჰაკინგი, bug bounty პროგრამები, უსაფრთხოების ანალიტიკა. მესამე, Grey Hat ჰაკერები იგივე კანონს მიღმა, მაგრამ არა ბოროტები. Grey Hat ჰაკერები მოქმედებენ კანონს მიღმა, მაგრამ მათი მიზანი არ არის სიანის მიყენება. ხშირად ისინი კომპანიის დაუკითხავად პოულობენ პრობლემებს და შემდეგ კომპენსაციას ითხოვენ. მაგალითები: სისტემების გატეხვა დახმარების მიზნით. მეოთხე, Script Kiddies იგივე დამწყები ჰაკერები. Script Kiddies არიან დამწყები ჰაკერები, რომლებიც სხვა ადამიანების კოდებს იყენებენ. მათი მიზანია მონახონ ცნობილ სისტემებში ხვრელები, მაგრამ სერიოზული ცოდნა არ აქვთ. მეხუთე, Hacktivists იგივე პოლიტიკური ან სოციალური აქტივისტები. Hacktivists იყენებენ ჰაკინგის ცოდნას სოციალური, პოლიტიკური ან იდეოლოგიური მიზნებისთვის. მაგალითები: Anonymous, WikiLeaks და სხვები. მეექვსე, Nation State Hackers იგივე სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი ჰაკერები. ეს ჰაკერები მუშაობენ სახელმწიფოსთვის და ხშირად ჩართულნი არიან კიბერ-ომებში. მაგალითები: სახელმწიფოების მიერ მხარდაჭერილი კიბერშეტევები და ჯაშუშობა. მეშვიდე, Red Team იგივე წითელი გუნდი, თავდასხმის სპეციალისტები. Red Team არის უსაფრთხოების ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც ორგანიზაციების უსაფრთხოების სისტემებს უტევს, რათა რეალური ჰაკერებისგან დაიცვან. ისინი ცდილობენ შეაღწიონ კომპანიების ქსელში და ტესტავენ დაცვის მექანიზმებს. მაგალითები: ეთიკური ჰაკინგი, ქსელის შეღწევადობის ტესტირება, pentesting. მერვე, Blue Team იგივე ლურჯი გუნდი, დაცვის სპეციალისტები. Blue Team არის ის, ვინც ორგანიზაციის უსაფრთხოებას იცავს და Red Team-ის შეტევებს იგერიებს. მათი მიზანია კიბერშეტევების პრევენცია, მონიტორინგი და რეაგირება. მაგალითები: უსაფრთხოების ოპერაციული ცენტრი, SOC, ინციდენტებზე რეაგირება. ახლა უკვე იცით, რომ ჰაკერები სხვადასხვანაირები არიან, ზოგი მათგანი საფრთხეს წარმოადგენს, ზოგი კი მსოფლიოს უკეთეს ადგილად აქცევს. დაგვიწერეთ კომენტარებში, რომელი ჰაკერების ტიპი გაინტერესებთ ყველაზე მეტად. გამოიწერეთ არხი და დააჭირეთ ზარს, რომ არ გამოტოვოთ ახალი ვიდეოები.